დღეს გიბრუნდებით ცოტა ისეთი უჩვეულო ვლოგით. თავიდან ვფიქრობდი, რომ სახლის დეკორაციებზე გავაკეთებ მეთქი ვიდეოს, იმიტომ რომ ბევრი კითხვა წამოვიდა ეს პატარა ვლოგები რო დავდე. ჯერ კიდევ გეგმავ მაგ ვიდეოს გაკეთება, თუ და გაინტერესებთ, მითხარით და შევეცდები, რომ შემდეგი ვიდეო იყოს სახლის დეკორაციების და როგორი დამხვდა ეს სახლი და რა ვიყიდე იმისთვის, რომ ესე გამეფორმებინა. ამ პატარა სივრცის გადამკიდე. დღეს ვსაუბრობთ სავარჯიშო აღჭურვილობაზე. ეს ვიდეო უფრო გამოადგებათ მათ, ვისაც სურთ უბრალოდ თავისთვის სახლში ივარჯიშონ. თუ სპორტსმენი ხართ, მაშინ ის აღჭურვილობა, რასაც მე ვიყენებ, ნამდვილად არ იქნება საინტერესო თქვენთვის. დღეს განვიხილავთ სავარჯიშოს სამოს, ფეხსაცმელს, წინდებს, აღჭურვილობას, მათ შორის მატრას, სიმძიმეებს. ამ ვიდეოში გაჩვენებთ ყველაფერს, რაც მაქვს და რასაც ვიყენებ ყოველდღიურად, რა მომწონს და რა არ მომწონს. პირველ რიგში რაც შეეხება სამოს. რადგან სახლში ვარჯიშობ ხოლმე ხშირად დავაკეთებ იოგას და პილატეს, ნებისმიერი რამე შეგიძლიათ ვარჯიში. არ არის იმდენად ინტენსიური და იმდენად არ ოფლიანდები, რომ რაღაცა განსაკუთრებული ტიპის სამოსი გჭირდებოდეს, მაგრამ ხანდახან უბრალოდ სასიამოვნოა, როცა ისე გაცვია, როგორც მოგწონს და თუ თავს უკეთ გრძნობ, იმ დროს, როცა ვარჯიშობ, ბევრად უფრო პროდუქტიულია ხოლმე ვარჯიში, ჩემ თავზე რაც შემიმჩნევია. პირველი სეტით დავიწყოთ, ეს არის შავი კომპლექტი, ოიშოში მაქვს ყველაფერი ნაყიდი, ეს შავი ძალიან ჩვეულებრივი ლეგინსი, რომელიც ბევრნაირი აქვთ, მაგრამ ეს არის ყველაზე სტანდარტული ალბათ. ტოპი, რომელიც ასევე ყველაზე სტანდარტულია ოიშოში, ესეთი ზურგი აქვს, დასერილი. და არის საკმაოდ კომფორტული. და ეს ხელის გასაყრელები რო აქვს, არის ძალიან კარგი. ის როცა შეიკრავთ, აი ეს დამცავი აქვს და როცა დარბი ხარ, ან როცა ვარჯიშობ, აი აქ ეს შესაკრავი არ გაწუხებს და არ გტკენს. მაგრამ უკვე ვატყობ, რომ ისეთი მომდგარი, ისეთი მოტკეცილი არაა, როგორც თავიდან იყო და ისეთი კაი აღარ არის უკვე ერთი წლის მერე. არ ვიცი, ჩანს თუ არა. აი ამ რაღაცებზე ვამბობ. იმ ბრენდებიდან, რომელთა სამოსიც მქონია ამ წლების განმავლობაში, ყველაზე მეტად მომწონს ოიშო. ოიშო არის ჩემი აზრით იდეალური კომბინაცია ხარისხის და ფასის. Fast fashion-ში გადის ოიშოც ალბათ, იმიტომ რომ Inditex-ისაა და როგორც Zara დაახლოებით იგივე არის ოღონდ სპორტული სამოსისთვის. ძალიან მომწონს Lululemon-ის Define ქურთუკი, მაგრამ ბერლინშიც ვცადე ყიდვა, ნიდერლანდებშიც ვცადე ყიდვა. მაღაზიაში ყოველთვის გაყიდულია პატარა ზომები და ვერ ხვდები ეს ხალხი საჩოულობს ამ Define ქურთუკებს. ეხლა გაჩვენებთ კიდე როგორი კომპლექტები მაქვს. ეს სეტი ვიყიდე ახალ წლებზე. ფერი მომწონს უზომოდ, არის ესეთი რაღაცა ნაზი ჭუჭყიანი ცისფერია და ეს არის ლეგინსი. არ ვიცი კიდე ექნებათ თუ არა. პროდუქტის ნომერიც რა გაინტერესებთ, არ ვიცი, იმიტომ რომ როცა რაღაცას ვყიდულობ, აი აქ ესე ვაჭრი ხოლმე პირველ რიგში ყველაფერს. მარტო ერთხელ მეცვა და ჩემი ფავორიტია ჯერჯერობით. კიდე მაქვს აი ესეთ ვარდისფერში. ტოპი არის ზუსტად ისეთი, როგორც შავი მაცვია ახლა, ესეთი და შორტია. რამდენიმე სიგრძის შორტი არსებობს. ეს ვფიქრობ, რომ არის ყველაზე მოსახერხებელი, იმიტომ რომ ზევით არ ადის. ეხლა გაჩვენებთ როგორი შორტი მაქვს მეორე, რომელიც არის ძალიან მოკლე და ცოტა არაკომფორტულია, როცა დარბი ხარ. მაგალითად, აი ეს იესამნისფერი სეტი ვიყიდა ნიუ-იორკში რო ვიყავი არიციაში. და ძალიან მომწონს ხარისხი, ცოტა ესეთი პრიალა იესამნისფერია, ესეთი შორტი და ზედა მაისური აქვს კიდე აი ესეთი. და ეს ზედა არის ულამაზესი, ჩვეულებრივი მაისურია თითქოს, მაგრამ დგომა აქვს ძალიან ლამაზი. როცა დავრბივარ, ან როცა ვარჯიშობ, ეს ადის ზევით. და ცოტა შორტის დაბეჭდილებას აღარ ტოვებს მოკლედ, მაგრამ მაინც არ მომწონს და მაინც არ მოყოფილი ვარ. და კიდე ერთი სეტი მაქვს, ასევე ოიშოდან, ესეც ცოტა მომწვანო, მუქ ხაკისფერში, ესეთია. და ტოპი აქვს ცოტა ესეთი შესაკრავიანი. განსაკუთრებით ეს ლეგინსი არის ულამაზესი. შარშან ზამთარში ვიყიდეთ, თუ არ ვცდები. ბევრი აქვს ესეთი, როტაციაში აქვს ძალიან ხშირად სხვადასხვა ფერები. არის მუქ წითელშიც, ლურჯი, ყავისფერი. ასე რომ ზუსტად ესეთი თუ ვერ იპოვეთ, მსგავს ყოველთვის ნახავთ მაღაზიაში. ეს არის ტოპი, ცოტა უფრო ფარავს წინ და უკან ესეთი დასერილია ესეც. და ამას ოღონდ შორტი არ ვუყიდე, ესეთი ტენისის ქვედაბოლო. ტენისიდან ხშირად არ ვთამაშობ და ისეც მაცვია ხოლმე ხანდახან. მოკლეა, მაგრამ შიგნით რა შორტი აქვს, არის ძალიან კომფორტული. 10-დან 10 ჩემგან. კიდე ერთი სეტი მაქვს, რომელიც იმდენად ხშირად არ მაცვია და ძალიან მიყვარს. ეს სეტი ვიყიდე
2019 წელს, ანუ რა გამოდის 6 წლის წინ ვიყიდე. ოღონდ სად ვიყიდე, საიდან გამოვწერე არ მახსოვს. სადღაცა რეკლამა შემხვდა მე მგონი Instagram-ზე და ვეცი მაშინვე გამოვწერე და ვერც ვნახულობ რა ბრენდია, მაგრამ არ არის სპორტული ბრენდი, ესეთი შორტია და ესეთი ზედა. დგომა არ აქვს ლამაზი. მაქვს 2 მაისური სირბილისთვის. 2 ცალი მაქვს ესეთი ნახევარ მარათონი რო ვირბინე შარშან და შარშან წინ. ორივეჯერ ერთნაირი მაისური მომცეს ამსტერდამში და ეს არის ჩემი მეორე მაისური. ალცჰაიმერის და დემენციების კონფერენციაზე ვიყავი და 5 კილომეტრიანი რბოლა იყო ორგანიზებული და მაშინ მომცეს ეს და სამახსოვროდ მინახავ. სირბილის დროს ძალიან კარგია და თან გრძელია. არ მიყვარს ტოპით ვარჯიში, როცა ცივა და მუცელზე მიბერავს, ან თბილად უნდა მქონდეს ეს წელი აუცილებლად. კიდე ერთი ზედა მაქვს, რომელსაც ვიყენებ ხოლმე ზამთარში სარბენად. ჩვეულებრივი ყელიანი მაისურია, არ არის სპორტული სამოსი და რომელი ბრენდის არის გეტყვით. მე მგონი შვედური ბრენდია, ამას მოჭრილი არ აქვს და ეს მაჩუქეს რამდენიმე წლის წინ. ნახმარი იყო მაშინაც და ესე ყოველდღიურად არ ვიცვამ, იმიტომ რომ ყელი როცა მომდგარი არ აქვს, ცოტა მოფლაშული აქვს, არ მიყვარს. მაგრამ სირბილის დროს არის ძალიან კარგი, თბილია, ქარს იმდენად არ ატარებს და ყელი როცა თბილად მაქვს სირბილის დროს არის არჩვეულებრივი და წლებია მაცვია სირბილის დროს. განსაკუთრებით ზამთარში. კიდე ერთი რაღაცა მაქვს, ესეც ნაჩუქარია, რამდენიმე წლის წინ მაჩუქა დევიდის დამ. და ეს არის H&M-ის არის. ესეთი შორტია. და ზევიდან აქვს გადმოფარებული კიდე. გიჟდები ამ შორტზე. ძალიან კომფორტულია, ძალიან მიყვარს და წლებია უკვე ვიყენებ და არ გაფუჭებულა საერთოდ. არ ჩვეულებრივი. ესეთი შორტები სირბილის დროს განსაკუთრებით ძალიან გამოსადეგია. ფურთუკი, რომელიც მაცვია ხოლმე სირბილის დროს. ესეთია. Adidas-ის არის. რო არ მოგატყუოთ ამ ფურთუკის დანიშნულებას ვერ ხვდები. არ ვიცი რატო ვიყიდე. მაგრამ არც წვიმისგან გიცავს, არც ქარისგან გიცავს, არც თბილია. თუ არ ცივა რატო უნდა ჩაიცვა, არ ვიცი. ეს სირბილის დროს არ ჩერდება და მაინც ვიყენებ. სირბილის დროს ზევიდან ვიცვამ ხოლმე, რა მეშრება თუ არა, არ ვიცი. ეხლა რაც შეეხება სპორტულ ჰუდებს. ეს არის ძალიან ძველი ზარაში ნაყიდი ჰუდი, რომელსაც ლაქები აქვს ალაგ-ალაგ და ძალიან მიყვარს ეს ჰუდი და მოჭამა 200 წელიწადი და სირბილის დროს ვიცვამ ხოლმე, ეხლა იმიტომ რომ საშინაო დაბურძგნულია და გარეთ ისე აღარ ჩაიცმევა. მაქვს კიდე ერთი ჰუდი, აი ეს, ასევე ზარაში ვიყიდე 1-3 წლის წინ მე მგონი. ძალიან საყვარელი, სადა და აი ესეთი ცოტა დათბილულია შიგნიდან. ეს ვიყიდე მომაში, ნიუ-იორკში რო ვიყავი მაშინ, საჩუქრების მაღაზიაში. და აი ესეთია, არ მომიჭრია ამაზე იარლიყი, იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცებს არ ვაჭრი ხოლმე, თუ არ მაწუხებს და ძალიან დიდი წიგნები არ მოყვება, ხანდახან ვტოვებ ხოლმე. ფერი მომწონს განსაკუთრებით ამ ჰუდის. და კიდე ერთი ჰუდი ბრენდია Joseph Atelier ქვია. და გერმანიაშია ეს ბრენდი დაარსებული. ილუსტრაციები აქვს უკან ულამაზესი. აქვს რაღაცა კოფი კოლექციები, აქვს მაჩა კოლექციები, აქვს ნარინჯისფერი ჰუდი ვიყიდე დავით და ჩემთვის აი ესეთი ვიყიდე, რომელიც არის large და მაქვს ძალიან დიდი. მაგრამ აი ესეთი რაღაცა ახატია უკან და ფერი მომწონს განსაკუთრებით. ვარდისფერი ზარასი, რომელიც ძალიან მიყვარდა და წლებია უკვე მაცვია, ზუსტად ეგეთი ვიპოვე. ცოტა ხნის წინ ონლაინ და გამოვწერე. ზუსტად ისეთია, როგორც ვარდისფერი იყო, ოღონდ ახალი. ფასაკლებაზე იყო, ეხა იქნება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა მართლა 2 თუ 3 ევროდ ვიყიდა ეს და ვიცი რა რამდენიმე წელი ძალიან კარგად გამოვიყენებ. თავარი. ეს ჩემ თავს გაუკეთე ადრესაჩუქარი და ესეთი ტენისის ქვედაბოლო ვიყიდა ესეთი შორტით. უზომოდ მომწონს, მაგრამ ეს რო ვიყიდე ამსტერდამში გვერდით ქონდა კორტები და მე და დევიდი ვთამაშობდით ხოლმე. აქ კორტები ჯერ ახლოს ვერ ვნახე და თან დევიდიც წასულია, მაგრამ დამპირდა რომ სტოკჰოლმში რო გადმოხვალო იქამდე რაღაცა კლუბებს ვნახავ. ტენისის თამაში ჯერ კარგად არ ვიცი, მაგრამ ესეთი კაბა მაქვს, რომელიც мотивაციას მომცემს რომ ვისწავლო. კარგი. ეხლა გადავედით ფეხსაცმელებზე. ადრე სირბილი რო დავიწყე ვიყიდე Nike-ის სარბენი ბოტასი. იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა მეყიდა და პირველი რაც შემხვდა მაშინ ვიყიდე. 2 ცალი მქონდა და მტკენდა ხოლმე ფეხს, ხან ერთს ვიცვამდი, ხან მეორეს და
ჭხილები ყოველთვის ვდგება. ძალიან პრობლემატური ჭხილები მაქვს ფეხზე და თუ ოდნავ მაინც მაწვება წინ მტკენს საშინლად, განსაკუთრებით თუ დიდ მანძილებზე დავრბივარ. ლონდონში რო ვცხოვრობდი, გეტყვით რომელი წელი იყო, რომ გადავედი 2022. კაი ხნის წინ. მაშინ რომელიღაცა გოგოს ვაფოლოვებდი მაშინ და ვიდეო ედო, რომელი ფეხსაცმლით დარბოდა. და დიდ მანძილებზე დარბის ეგ გოგოც. გავლენის ქვეშ მოვეკეცი და მოდი ვცადოთ მეთქი და ეს ფეხსაცმელი ვიყიდე. ეს არის Adi Zero, Boston 11 ისეთი. ეს ფეხსაცმელი რო ვიყიდე, მაშინ მივხვდი რამდენი რამე დამიკარგავს 2 წლის განმავლობაში, როცა დაურბოდი სხვა ფეხსაცმლით. ისეთი მარტივია ამით სირბილი. უკვე სადღაც 2000 კილომეტრი მაინც მეექნება ნარბენი ამ ფეხსაცმლით და არ ვაგდებ, რა დღეშია ნახეთ და რამდენჯერ გავრეცხე და აღარ ირეცხება უკვე, მაგრამ ალბათ შემდეგ ფეხსაცმელს როცა გადავყრი ამას და კიდე ერთ წყვილს, კიდე ვიყიდი ესეც იგივეს, იმიტომ რომ არის საუკეთესო ფეხსაცმელი ჩემთვის. მაქვს 38 ზომა ფეხი და ეს არის, გეტყვით ახლა რა ზომა. უნდა ეწეროს სადღაც. 38.5. სირბილის დროს თუ სარბენად გსურთ ფეხსაცმელი, უნდა იყოს მინიმუმ 9 ზომით დიდი, მაგრამ მაინც კარგად ჩაიცვით და დატესტეთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჰოკას ფეხსაცმელები ძალიან მომწონდა და ძალიან დიდხანს დავუსდევდი ჰოკას ფეხსაცმელებს. ჩემი ზომა არასდროს არ იყო ის ფერი, რომელიც მე მომწონდა. რამდენჯერაც გამოვცადე პატარა მანძილზე. არ იყო ცუდი. კომფორტულია ასე თუ ისე. ჩემ დასაუბედუროდ გადავწყვიტე, რომ შარშან 9 მარათონი რო ვირბინე ახლა ოქტომბერში. მოდი ამას გამოვიბრანჭები და ახალ ფეხსაცმელს ჩავიცვა მეთქი. 15 კილომეტრი მქონდა მაქსიმუმ ამით ნარბენი. მაგრამ გავრისკე და 9 მარათონი ვირბინე. ვაიმე, 10-დან 7 ფრჩხილი გამილურჯდა 9 მარათონის მერე. ისეთ დღეში მაქვს ფრჩხილები, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, 4-5 თვეა უკვე ვუვლი ყოველდღიურად და ვერაფერი ვერ ვუშველი ამ ფრჩხილებს. ჯერ კიდე ჩაშავებული, ჩალურჯებული მაქვს ეს ფრჩხილები. ოდეს მე რამე ეშველება თუ არა, მოვისპე. ესეც გეტყვით ახლა რა ზომა 38 და 2/3-ია ეს ზომა ესეთი. კარგია სავარჯიშოდ მაცვია ხოლმე ახლა ეს BTY კლასზე რო დავდივარ და ისეთ სასიარულოდაც ძალიან კომფორტულია, მაგრამ 9 მარათონი ამით არ ივბინოთ. 10 კილომეტრამდე არ აუშავს. თუ სირბილი გინდათ, აი ამას გაუწევდი რეკომენდაციას. არის ძალიან კარგი მართლა, მაგრამ როგორც დევიდისგან ვიცი, სულ მეუბნებოდა რომ ერთ ფეხსაცმელს როცა იპოვიო, რომელიც შენთვის კარგად მუშაობსო, საერთოდ აღარ უნდა შეცვალო ეგ ფეხსაცმელიო განსაკუთრებით სარბენად და არ უნდა გამერისკა. ანუ თქვენთვის შეიძლება ამან არ იმუშაოს კარგად და სხვა ფეხსაცმელი უფრო მოგწონდეთ. როცა გაისინჯავთ რამდენიმეს და იპოვით იმას, რომელიც მოგწონთ და კომფორტულად დარბი ხართ, აღარ გამოცვალოთ და აღარ დატესტოთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. Stick to it. და ალბათ სპორტულებში გადის ესეც. ესეთი სალაშქრო ფეხსაცმელი ვიყიდე, სალომონის. ძალიან დიდხანს რო ვუყურებდი ხოლმე ამ ფეხსაცმელს არ მომწონდა. არაჩვეულებრივად აღწერს 2 სიტყვა, ეს არის cute ugly. უშნოა, მაგრამ ძალიან საყვარელი უშნო ფეხსაცმელია და რო ვიყიდე, მოკლედ I like it. და იმედია ლაშქრობაში წავალოდას მე რო ჩავიცვა და ყავის საყიდლად არ ვიარო ამ ფეხსაცმელებით. რიბოკები მაქვს, რომელიც ძალიან კომფორტულია და ადიდასები, მაგრამ ისინი სარბენად, სავარჯიშოდ არ გამოდგება, არის უფრო სასიარულოდ, როცა მინდა რომ კომფორტულად ვიყო. ეხლა რაც შეეხება წინდებს. თუ პროფესიონალი მორბენალი ხართ, ან ბევრ დარბი ხართ, მაშინ გირჩევთ რომ იყიდოთ სარბენი წინდები. ყველა მაღაზიაში ნახავთ, Adidas-აც აქვს, Nike-საც აქვს. ყველგან იყიდეთ მოკლედ. ესენი როცა ვიყიდე, მაშინ ვიყიდე ეს წინდებს. ანუ რამდენი წელია მაცვია და აი ესეთ დღეშია, მაგრამ იმდენად მიყვარს, რომ არ ვაგდებ ჯერ. მიუხედავად იმისა, რომ ამის მერე Adidas-ების რამდენიმე წინდა ვიყიდე, ეს არის ძალიან კარგი. ესენი არის პილატესის წინდები, grip socks ქვია. და ესეთი რაღაცები აქვს. ესეც ოიშოში მაქვს ნაყიდი 2 წყვილი. ერთი ნაცრისფერია, ერთი ვარდისფერია ისეთი. რომ არ გასრიალდეს ფეხი, reformer პილატესზე თუ ვარჯიშობთ, ამ დანადგარზე, ან იოგას თუ ვარჯიშობთ და არ გინდათ რომ ფეხშველა იყოთ. ხანდახან ესენი არ იჭერს კარგად და შიშველ ფეხზე უფრო მიმარტივდება ხოლმე. სირბილის დროს აუცილებელია რამე ჩანთა. თუ ჯიბეები არ გაქვთ მაგალითად და ქურთუკი რაც გაჩვენეთ. ჯიბეები აქვს, მაგრამ აი ესე დახტუნაობს სირბილის დროს. ამიტომ, როცა დარბი ხართ, აუცილებელია ისეთი კამარი ჩანთა იყიდოთ, რომელიც ტანზე არის მჭიდროდ
მოტმასნილი. დევიდს ჰქონდა, არ ვიცი სად არის. დევიდმა იყიდა ადრე ესეთი სარტყელი ვითარი, ტელეფონი ეტევა, გასაღები ეტევა მარტო, ბევრს ვერაფერს ვერ ჩაიდებთ. არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ დევიდი რომ მარათონისთვის ემზადებოდა, იმდენს დარბოდა, რომ ხან გასარეცხი იყო, ხან ერთად დავრბოდით რაღაც და მეც მჭირდებოდა ერთი ესეთი ჩანთა. უცებ ვერაფერი ვნახე, სასწრაფოდ მჭირდებოდა და გავიქეცი აქვე დეკათლონის მაღაზიაში და ესეთი ჩანთა ვიყიდე. აი ესე იკვრება, გაჩვენებთ ახლა. ჩემი შეფასება ამისი არის 1-10-დან. აი ესეთია. საშინელება. თუ დადიხართ და მაშინ გჭირდებათ ეს კი. მაგრამ სირბილის დროს თუ მობილური მძიმეა და მძიმე რაღაცები გიდევთ, აი ესე ქანაობს. ისეთი არაკომფორტულია ნახევარ მარათონის დროს მეკეთა, იმიტომ რომ დევიდი თავისი სარტყელი ჩანთით დარბოდა და ვერ გამოვართვი და აი ეს მეკეთა. მაგრამ ისეთ დღეში ჩამოგდა, ისე მომეშალა ნერვები, რომ ბოლოს მობილური ამოვიღე და მთელი 21 კილომეტრი ხელში მეჭირა ჩემი მობილური. აი ეს იყო სრულიად გაუსაწლისი. ასე რომ თუ ჩანთას იყიდით, აი ესეთი არ იყიდოთ. შეეცადეთ, რომ აი ეს გადმოსდიოდეს, ანუ ერთი სიგანის იყოს მთლიანად. ნაკლებად შეგაწუხებთ მაგ შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება ჩემს სავარჯიშო აღჭურვილობას. უკვე წლებია ვიყენებ აი ესეთ მატრასს. ეს მატრასი ვიყიდე კოვიდის დროს, 2020-ში ვიყიდე, Flying Tiger-ში. გადავიხადე მე მგონი 10 ევროზე ნაკლები. 5 წელია უკვე თითქმის ყოველდღე ვიყენებთ მე და დევიდი და არაფერი მოსვლია. არაჩვეულებრივი, ამას საქართველოში რომ გამოფრინდების შემდეგ ჯერზე ჩამოვიდან და შვედეთში მე ახალს ვიყიდი ალბათ. კლაუდიას ვუთხარი რომ ახალი იოგას მატრასი დამჭირდება მეთქი შვედეთში და დაბადების დღეზე მეჩქვა ოიშოს ვაუჩერი იყიდა ისეთი როგორც შენ გინდოდა. თან ვუთხარი ერთი ოიშოს იოგას მატრასი უნდა დავტესტო მეთქი და თან ოიშოს აქვს ასევე დასაფენი პირსახოცი, რომელიც იოგას პირსახოცებიანი, ესეთ სავარჯიშო პირსახოცები, რომელიც მარტივად შრება. როცა გამოვწერ და დავტესტავ, მე მაგასაც გეტყვით ვარგა თუ არა, მაგრამ Flying Tiger-ში ან ნებისმიერ მსგავს მაღაზიაში ძალიან ესა იაფად, ძალიან კარგ მატრას ნახავთ. ეს როცა ვიყიდე, წლების წინ მაშინ ვიყიდე. აი ესეც heavy. მაგრამ ისე ხშირად არ ვიყენებ ხოლმე კიდე როგორც უნდა ვიყენებ. ამასთან ერთად, ესეც Flying Tiger-ში ვიყიდე. 2 კილოგრამია. საკმაოდ მძიმეა 2 კილოიანი. დევიდს ეჩუქეს ადრე რიტუალების იოგა ბლოგ, რომელსაც ვიყენებ ხოლმე თუ შპაკატში ვარჯიშობ ან ვიწელები, მაგ შემთხვევაში გამოსაყენებელია ან იოგას კეთების დროს თუ კარგად მოქნილები არ ხართ და რაღაც ადგილებს ვერ დებთ მატრასზე, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, მაგრამ ამის გარეშეც ივარჯიშობთ, მოკლედ არაფერი ისეთი აუცილებელი არ არის ეს. რადგან სახლში ვარჯიშობ ძალიან ხშირად პილატეს და იოგას როცა ვაკეთებ ხოლმე და მიჩვეული ვარ უკვე ამ ვარჯიშებს და იმდენად აღარ იტვირთება ორგანიზმი. იმისთვის რომ გავუმჯობესდე და უფრო გავძლიერდე. ვიყიდე აი ესენი. აღარ მახსოვს რომელი საიტიდან გამოვწერე, რაღაც აქაური საიტიდან გამოვწერე, მაგრამ ესეც ნახავთ Amazon-ზეც და ნებისმიერ სპორტულ მაღაზიაში. ქვია ankle weights and wrist weights და აი ესეთია. იყოფა აი ესე კეთდება ხელზე. შეგიძლიათ სიარულის დროს, შეგიძლიათ უბრალოდ საქმის კეთების დროს. ზუსტად არ ვიცი რამ ხელა მეგონი ნახევარ კილოიანებია და ფეხებისთვის არის ძალიან მსუბუქი. მაგრამ ხელის ვარჯიშებისთვის არის ძალიან კარგი. რადგან ფეხებისთვის მინდოდა და არ გამოდგა ფეხისთვის, ვიყიდე უფრო მძიმეები 1-2 თვის წინ. მძიმეები არ არის ესეთი ლამაზები და პატარა. და ვიყიდე აი ესეთი მე მგონი Amazon-იდან გამოვწერე. აი ამ ბრენდისანი. და ძალიან დიდია, უშნოა, მარტივად არ მაგრდება ფეხზე, აი ესე კეთდება და შეგიძლიათ ვარჯიშების კეთება. საკმაოდ მძიმეა. აი 20 წუთიან ვარჯიშებს როცა ვაკეთებ ხოლმე სიმძიმების გარეშე და რომელიც საკმაოდ კარგად გამომდის ყველაფერი, ვკვდები როცა ესენი მიკეთია. ეს ოფალი ჩამომდის ხოლმე 5 წუთის მერე. ხო, კიდე ერთი რაღაც მაქვს, kettlebell. დევიდის არის ოღონდ ეს ჩემი არ არის და არის 12 კილოიანი. ჩემთვის არის ეს ძალიან მძიმე. ამით ბევრ ვარჯიშს ვერ ვაკეთებ. სუმო სკვატს გამოდის. მე მგონი სულ ეს იყო. სხვა არაფერი მაქვს ესეთ სავარჯიშო. ამ ყველაფრიდან რაც ახლა გაჩვენეთ, მართლა ერთადერთი რაღაცა რაც მჭირდება არის აი ეს. და აი თუ კიდე რაღაც რამდენიმე ლარი მოგრჩათ, აი ეს. ამ ყველაფრის გარეშეც ძალიან მარტივად ივარჯიშებთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. თუ ირბენთ, კარგი ფეხსაცმელი აუცილებელია, იმიტომ რომ თუ ცუდი ფეხსაცმელი გაცვიათ,
ისედაც რთულია სიბილი და გაგიმწარებთ გამოცდილებას. და ყველაზე ბოლოს წინა ვიდეოში კი ვილაპარაკე უკვე, მაგრამ ეს არის ჩემი ვუფი, სამაჯური. წინა ვიდეო თუ არ გინახავთ, აი ესეთი ფერიც მაქვს და ეს მიკეთია ხოლმე ხშირად, მაგრამ გავრეცხე გუშინა სველი იყო, ამიტომ გავიკეთე შავი. თუ გადაწყვეტ ვუფის ყიდვას მითხარით და ჩაგიგდებთ ლინკს, რომელიც ერთი თვე ვუფს მოგცემთ უფასოდ. ანუ ბიზნეს მოდელი აქვს ისეთი, რომ subscription-ად იხდიან. ეს უფასოა, პირდაპირ ესე მოგდით სამაჯური, მაგრამ აპლიკაციისთვის და მონაცემებისთვის იხდით ყოველთვიურად ფულს. ვუფი იმიტომ მომწონს, რომ პირველ რიგში კომპანია მომწონს ის, რასაც აკეთებენ და მაგათი რისერჩი, კვლევები, ეს ინფორმაცია და ცოდნა, რასაც აგროვებენ, მომწონს იმიტომ, რომ არაა საათი, იმიტომ, რომ არ აქვს ეკრანი. ანუ აღარ მჭირდება ზედმეტი დანადგარი, რომელსაც აქვს ეკრანი. Fitness wearable რაც არის, ერთადერთი, რასაც უნდა აკეთებდეს, არის მონაცემების შეგროვება. შეგიძლიათ ამის გაკეთება აი ამ ადგილასაც. ჯერჯერობით მაჯაზე მიკეთია, მაგრამ ზაფხულში ალბათ სხვა ადგილებში მოვსინჯავ. მე აქ მეკეთა იმ დღეს და არ ვიცი რამდენად კარგად ზომავს ამ ადგილას. და რაც შეეხება აურა, ბეჭედს და გარმინს და რაღაცეებს, მაგ ყველაფერს ისევ Apple Watch-ი მირჩევნია, ესე ვიზუალურად. მქონდა Apple Watch-ი და არ მომეწონა, არ ვიყავი კმაყოფილი. ამ fitness wearable სამყაროში, ბაზარზე რაც გამოდის და რაც ოდნავ გენერირდება, დიდი ინტერესით ვეცნობი ხოლმე, ასე რომ იმედი მაქვს, რომ ცოტა ხანში გვექნება უკეთესი გამოსავალი და უკეთესი სამაჯურები ან ბეჭედი ან რაღაცა, რაც არ შეგვაწუხებს და უფრო კომფორტული იქნება. ჯერჯერობით მიკეთია ხოლმე ეს და ვფიქრობ, რომ მინიმუმ 1 წელი გამოვცდი და ვნახავ ჩემთვის რა მუშაობს და რა არა. სულ ეს იყო, მე მგონი ყველაფერი ვთქვი და არ დამოიწყებია რამე. თუ რამე გაინტერესებთ კონკრეტული მოდელი, დააკომენტარეთ და შევეცდები, რომ ვნახო და გიპასუხოთ, თუ რამე ვერ ნახეთ, მაგრამ ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მაქვს ნაყიდი. ასე რომ შეიძლება ამ ეტაპზე ესე მაღაზიაში ან კოლექციაში აღარ გქონდეთ, მაგრამ მსგავს ესეთ რაღაცებს თითქმის ყველა ბრენდისას, ყველა მაღაზიაში ნახავთ ყოველთვის. ერთი რაც მაქვს სურვილებში არის Lululemon-ის ქურთუკი და სამოსი მაქვს გამოსაცდელი. ეგ მაქვს ერთი გეგმაში და კალათაში და მაგასაც მე გაგიმხელთ მომეწონება თუ არა. გამოცდილი ხალხი მყავხართ კომენტარებში, ვიცი რომ ბევრს ვარჯიშობთ თქვენს და თუ რამე რჩევა გექნებათ ჩემთან, ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენ. იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩემი გამოცდილებები. ძალიან დიდი მადლობა აქამდე თუ მიყურეთ. მზემაც გამოაჭყიტა და ეხლა გავალ სასეირნოდ ალბათ 1-2 საათი მაინც. თებერვალში ესეთი მომენტები ხშირად არ გვაქვს ხოლმე და ამის გამოტოვება შეიძლება. მიყარხართ და კოცნით და ბედნიერ კვირას გისურვებთ.